ერთი კლასიკური მხატვრობისთვის არის ეს დამახასიათებელი, ასეთი კაცრი ფერები, მუქი ფერები. როდესაც გაჩნდა იმპრესიონიზმი, ესე ვთქვათ, იმან თქვა, რომ იმპრესიონიზმი არის დაბრუნებული ტყი და გაჩახშახებული დღემდე რომ გამოხიდეო. იმპრესიონისტები ფერებში, ჩახშახა ფერებში ხატავდნენ, ხო, გასაოცარ ფერებში ხატავდნენ. აი ეს იყო. თვითონ ამ კონკრეტულ ნახატში მე მგონი რა უნდა ხატავს, იცი და აქცენტს აკეთებს ამორზე. ეს ღია ფერები. ღია ფერები და ეს გარღიარება ის აქცენტირებული რო იყოს იწყება აი ამ მოგვის ფერიდან, ამ მოსასხამის ფერიდან იწყება გარღიარება და ეს ქმნის იმის შთაბეჭდილებას რომ აი ეს თანდათან დადება და ყველაზე უგვარი ეს განათებული რომ აქცენტირება გაკეთდეს აი თავარს ანუ დედაზე და შვილზე. ეს სურათი, ღამის სურათია, მაგრამ იქით ჩანს სინათლე, თითქოს ცისკარია თუ რაღაცა, ნათელი. ესეც რაღაც რავის მერყვევია. ნათელია, კი უფალი მოევლინა ვაცხოვარი. და ესე მომავალი, რაღაც ნათელი ჩანს, ფეხნიერების მომავალი თუ რაღაცა. კი, ნამდვილად ასეა. კარგი, აი ეს არის პრინციპი. ველასკეს მასწავლო ყურადღება დაამახვილა ნაკეთებს ჩანს. და პარამ Sorry. იმ წინაიმაზე ვთქვი რომ ძალიან ესე უხეში მონასტერი დაკეთდა და კანსაცმლის ნაკეთები ისეთი ძიმედან კაცრი ჩანს რომ ეს ხას უსვამს და უფრო წარმოაჩენს ღვთისმშობლის და ღრმა იესოს სინაზეს და სიფაქის შედევრია ერთ-ერთი ველასკესის როგორც თქვა ნათია ტრაბზონის მუზეუმში ინახება